კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 6 საათზე, მე ანუკა კინკლაძე ვარ. რუსთავი შენთვის თელავში კონცერტის დაწყებამდე 2 საათი რჩება დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე თეატრის წინ ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია თელაველებს და ქალაქის სტუმრებს გრანდიოზულ კონცერტს პირდება. ამჟამად კი ქალაქში ბავშვებისთვის სპორტული ღონისძიება ტარდება. სალომე ბედნაშვილი განაგრძობს თემას, რომელიც თელავში იმყოფება. სალომე, კონკრეტულად რა ხდება ქალაქის ცენტრში? ქალაქის ცენტრში ამ წუთებში დიდი მხიარულება არის. ზუსტად 2 საათია, რაც მიმდინარეობს სპორტული გასართობი ღონისძიებები პატარებისთვის, თუმცა მოზრდილებიც იღებენ ამ თამაშებში მონაწილეობას, როგორც ჩვენ დავაკვირდით. იქიდან გამომდინარე, რომ ინტერესი იყო ძალიან მაღალი, დროს აქაც გადააცილეს ბავშვებმა და რუსთავიორმა მათ დამატებითი დრო მისცა იმისთვის, რომ ყველა გაერთოს და გული არავის არ დაწყვეტას. ძალიან ბევრ ბავშვს გავესაუბრეთ და აღმოჩნდა, რომ აქ არიან არა მხოლოდ თელავიდან პატარები, არამედ მიმდებარე სოფლებიდანაც, ახმეტიდან, იყალთოდან, საგარეჯოდან და ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ დღეს კახეთის სხვადასხვა რეგიონს და რაიონს აერთიანებს თელავი. ქუთაისში იყო და ვამბობდით ნეტაროდის ჩამოვა თელავში, ნეტაროდის და აი აგვიხდა ოცნება და ჩამოვიდა რუსთავიორი. ძალიან გვხარია, ყველა ძალიან კარგად ვართ. გვახარებს რუსთავიორი ამ სახალისო ატრაქციონები. ტელევიზორიდან გავიგეთ, რომ თელავში ჩამოდიოდა რუსთავიორი. ძალიან გამიხარდა, რადგან მე მიყვარს რუსთავიორი. და მოვედი და რომ გავერთო რუსთავიორთან ერთად. ტელევიზორში ვნახე რეკლამა და ძალიან მომეწონა და აქედან გადავწყვიტეთ, რომ წამოვსულიყავით მთელი ოჯახი. ახმეტიდან. ახმეტანში ვცხოვრობთ და ვაპირებ, რომ კონცერტსაც დავესწრო, იმიტომ რომ სხვა ქალაქებში ჩატარდა და ვიცი, რომ კარგი კონცერტი იქნება. მოვედით გურჯაანის რაიონის სოფელი კახიბრიდან. აუცილებლად დავესწრები, ბავშვები კარგად ხალისობენ, ძალიან სასიამოვნოა და მოხარულები ვართ. სპორტული ღონისძიებების პარალელურად ასევე ბოლო სამზადისი მიმდინარეობს რუსთავიორის კონცერტისთვის. სულ 2 საათი არის დარჩენილი და რამდენიმე წუთში ალბათ უკვე შემოგვიერთდებიან ქალაქში რუსთავიორის სახეები, კომედი ჯგუფის მსახიობები, ასევე მომღერლები და ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა, თუმცა ვიდრე საყვარელ ვარსკვლავებთან ერთად ბავშვები და ასევე მათი მშობლებიც სასურველო სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებენ, მანამდე მაგ თელავის თეატრის წინ მოედანზე უამრავი გასართობი აქვს, მათ შეუძლიათ რომ რუსთავიორის მიკროფონთანაც გადაიღონ სამახსოვრო ფოტო და რაც მთავარია დაელოდონ საყვარელ ვარსკვლავებს. სცენიდან ზუსტად რო იცი რომ შენ მაყურებელს ელაპარაკები და რო გრძნობ არა ადამიანურ სიყვარულს, ჩვენ ხო ვხედავთ კამერებთან და ვერ ამას ეკრანიდან ხო ვერაფრით ვერ გრძნობ კამერებიდან. კი, შინაგანად გრძნობ, მაგრამ აი აქ დგახარ და გრძნობ ამ უზარმაზარ სიყვარულს. ნონ-სტოპ რეჟიმის თამაშები გვაქვს, ანუ ბავშვები ძალიან ბევრია. შესაბამისად ჩვენ ვახერხებთ ყოველ 10 წუთში 40 ბავშვი ვათამაშოთ. მსურველები არიან ძალიან ბევრი, ამიტომ დაგეგმილზე ცოტა მეტხანს გაგრძელდება ჩვენი საბავშვო პროგრამა, რომლის დამთავრების შემდეგ 6 საათზე უკვე დაიწყება მზადება კონცერტისთვის, ხოლო 8 საათზე დაიწყება რუსთავიორი შენთვის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული კონცერტი თელავისათვის. თელავის ცენტრში თეატრის წინ ნელ-ნელა უფრო და უფრო მატულობს ხალხის რაოდენობა, ადამიანებს ვისაც სურთ რომ დაესწრონ კონცერტს რუსთავიორის შენთვის, ჯერ კიდევ აქვთ 2 საათი იმისთვის, რომ მოხვდნენ ამ ადგილას. მადლობა სალომე ბენაშვილი იყო. პირველად ისტორიაში თბილისი 2015 წლის 9 დეკემბერს ძიუდოისტთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ევროპის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებმა ავსტრიის ქალაქ ობერვარჩი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღეს. ოფიციალურ ხელშეკრულებას ხელი ევროპის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სერგეი კოვალჩუკმა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და კლუბ საგარეჯოს ხელმძღვანელმა გია ნაცვლიშვილმა მოაწერეს. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, იმიტომ რომ ფაქტიურად ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრების ჩატარების უფლება მივიღეთ ჩვენ ევროპის ჩემპიონატი კლუბებს შორის. თან შემიძლია ვთქვა, რომ ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ფაქტიურად კლუბი სახელმწიფოსგან ჩვენ არაფერს არ მივიღებთ, თვითონ კლუბი და ფედერაცია ჩაატაროს, ფინანსურად მთლიანად იქნება კლუბის მხრიდან უზრუნველყოფილი და ფედერაციის მხრიდან მთელი საორგანიზაციო საქმეები გაკეთდება და მე ვფიქრობ, რომ ჯერ ერთი რომ ჩვენ ძალიან დიდი შანსი გვექნება გამარჯვების კლუბ საგარეჯოს ბუნებრივია თბილისში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოზიტიური განვითარება იყო, ასეთ შეფასებას აკეთებს გიგი უგულავა საქმესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე. ნიკოლას ბერლინერის თქმით, საელჩო საქმის მიმდინარეობას ყურადღებით აკვირდება. რაც შეეხება გიგი უგულავას საქმეს, ჩვენმა საელჩომ უკვე გაავრცელა განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც საქმის პოზიტიური განვითარება იყო. ზოგადად კი ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით ვაკვირდებით ყველა ამ საქმეს და ყოველთვის მოუწოდებთ, რომ მართლმსაჯულების პროცესები უმაღლესი სტანდარტებით წარიმართოს. გიგი უგულავას სასამართლო პროცესის აშკარა პოლიტიზირებაზე საუბრობს ოპოზიცია, ანალოგიურად ფიქრობს სამოქალაქო სექტორის ნაწილიც. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მიმდინარე მოვლენები მომავალ არჩევნებზე ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება. ბოლო დროს მომხდარი ფაქტების შესახებ კომენტარს აკეთებენ მართლ გუნჩიც. უხაროთ ეს პროცესი ამ სამართლებრივ ჩარჩოებს გაცდა და დაიწყო სხვა თანამდებობრივი პროცესები, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილებაც უნდა აღესრულებინა სასამართლოს და საბოლოო განაჩენიც უნდა გამოეტანა სასამართლოს, შესაბამისად ეს იყო მოსამართლეების გადასაწყვეტი საკითხი და ამ თემის პოლიტიზირება მთლიანობაში ამ პროცესისთვის პოზიტიური არ შეიძლება ყოფილიყო. ერთ-ერთი სერიოზული გარდამტეხი მომენტი იქნება მომავალი პოლიტიკური განვითარების. ისაც ხდებოდა ბოლო 2 დღე. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება დამთავრებულია. მას აღარ აქვს არანაირი ასე ვთქვათ მორალური კატეგორიები, არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ ხელისუფლებად იწოდებოდეს. ყველა თვალსაზრისით ქვეყანაში არის უკუსლა, ჩამოშლა და ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ისინი 2016 წელს სასტიკად დამარცხდებიან არჩევნებს. იმდენად პოლიტიზირებულ ფონზე მიდიოდა და ეს პოლიტიზირება ფაქტიურად უზრუნველყოფილი იყო თავად ხელისუფლების ქართული ოცნების მხრიდან, რომ საზოგადოების ყურადღება უკვე აქცენტირებული იქნა ამ პოლიტიკური სიმპათიებით, ემოციებით და რა თქმა უნდა ძალიან ძნელი სანახავია, როდესაც სულ რამდენიმე საათის წინ გათავისუფლებულ ადამიანს, რომელიც თავის შვილებთან და მეგობრებთან დგას, ისევ საპატიმროში აბრუნებენ. ის რაც მოხდა მთლიანად გიგი უგულავასთან მიმართებაში არის ნამდვილად პოლიტიკურად მოტივირებული და ამასთან დაკავშირებით უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ცხადია, რომ ის პროცესი და პროცესის გაჭიანურება იყო პოლიტიკურად მოტივირებული. რა თქმა უნდა, ყველა ის კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობდა მაგალითად იგივე ტურავასთან დაკავშირებით და სხვა პროცესებთან დაკავშირებით ამ კითხვის ნიშნებს პასუხი უნდა გაეცეს. რას ფიქრობს გიგი უგულავა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე სასამართლოს მიერ გათავისუფლების შემდეგ თბილისის ყოფილ მერთან ინტერვიუ გადაცემა არჩევანმა ჩაწერა. უგულავა დადასტურებულად ამბობს, რომ სასამართლოზე ივანიშვილი ზემოქმედებს. ამ საქმეში შუამავლებად კი თბილისის ყოფილი მერი ფარცხალაძისა და შოთაძის ასახელებს. უგულავა ამჟამად არსებულ სურსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ეგრეთ წოდებული კაკებეშნიკური მეთოდებით მუშაობს. ყოფილი მერი აქვე აცხადებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ზიზღზე აგებული, რაც მისი შეფასებით წამგებიანია. შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად უგულავა ხელისუფლების არჩევნების გზით ჩამოშორებას ასახელებს. მწვადია ძალიან ბევრი მოსამართლე. დანამდვილებით ვიცი, რომ ივანიშვილი ზემოქმედებს სასამართლოზე. ეს არის ჩართული ფარცხალაძე, არის შოთაძე ჩართული. უჩხრიკავენ ამ ადამიანებს, თქვათ, რაღაცა ბიოგრაფიაში, ესე თქვათ, რაღაცას, კომპრომატს და მე ამ კომპრომატის საშუალებით ხდება მანიპულირება, ჩვეულებრივი კაგებეშნიკური მეთოდია. სუსი რატო გაიტანეს იმიდან? გაიტანეს იმიტომ, რომ იმ ერთეულს, რომელიც ივანიშვილს ყველაზე მეტად აინტერესებს, ჩამოაშორეს ახლა ეს ყოველდღიური კრიმინალთან ბრძოლა. ეს არის ჩვეულებრივი ოპრიჩნინა და ყავს თავისი ოპრიჩნიკები და ეს ოპრიჩნიკები მარტო დაკავებულები არიან ამ ერთი ადამიანის უსაფრთხოებით და ამ ერთი ადამიანის დავალებების შესრულებით. მისი ინტერესების სფერო არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები. მაგრამ ესე უყურებს რა, როგორც თავის რაღაცა იაფად ნაკით სააქციო საზოგადოებას რა. თუ ის უყურებს ამას როგორც ბიზნესმენი, მან იყიდა ეს ქვეყანა, გადაიხადა რაღაც X ფასი და შესაბამისად ცდილობს ახლა გადახდილი კაპიტალიზაციას. ამისთვის ამაში ხელს უშლის მას უშლით ჩვენ ჯგუფების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. გიორგი პაპუაშვილი ამ ფაქტის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
აქ არის პირდაპირ მუქარაზე, როდესაც საცხოვრებელ სახლებთან მოდიან, მათ შორის, როდესაც მხოლოდ ბავშვები არიან სახლში, რეგულარული ხასიათია კამპანიური, მათ შორის საერთო ცნობილი არის ჩვენი გადაადგილების მარშრუტები და ასე შემდგომ, ეს არის მასიური კამპანიური ხასიათის, ამ ხელს ვერავის ვერ დავადვით, მაგრამ ის რომ აღკვეთ არ ხდება, ამაზე პასუხობრივად მთლიანად ქვეყნის ხელისუფლებას ეკისრება და სამწუხაროდ ეს ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნის პრესტიჟს და საერთაშორისო თითოს. სამართლებრივად არავის არ გაუპროტესტებია ჩვენი გადაწყვეტილება. ყველა აღიარებს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ უკვე მრავალწელწილი რატო ხდება ასეთი აქციები. ეს განცხადება გიორგი პაპუაშვილმა გვიან ღამით თბილისის აეროპორტში სტრასბურგში გამგზავრებამდე გააკეთა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გამართած შეხვედრებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. მისი თქმით, ვიზიტი დიდი ხნის წინ დაიგეგმა. თუმცა გიორგი პაპუაშვილი არ გამორიცხავს, რომ შეხვედრების დროს ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილი ვითარებაც განიხილვა. სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ მათი გადაწყვეტილება უგულავასთან მიმართებაში საერთაშორისო საზოგადოებამ დადებითად უკვე შეაფასა. ჩვენ ეს ადრე გვქონდა ეს ვიზიტი დაგეგმილი, და წარმატებებზე ჩვენ გავხდით საქართველოს არის საქართველოს სასამართლო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარე ყველა საკონსტიტუციო სასამართლოს კოორდინაციას ჩვენ უწევს და სწორედ ამ საკითხებზე, მაგრამ სამწუხაროდ ამ ნეგატიური მოვლენების განვითარების ფონზე გვერდცერავულით ამ საკითხებს და მოგვიწევს საქართველოში მიმდინარე ესეთ რთულ პროცესებზე საუბარი. კონკრეტულად გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით არა, თუმცა ეს თვითონ გადაწყვეტილება დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მაგრამ თვითონ ის კონკრეტულად უგულავას საქმესთან დაკავშირებით მე მგონი ჩვენი სასაუბრო თემა ეს არ უნდა იყოს. ბათუმში კი გიორგი პაპუაშვილის გადადგომის მოთხოვნით მორგი აქცია გაიმართა. პროკურატურასთან შეკრებილები ამტკიცებდნენ, რომ პაპუაშვილი არა კონსტიტუციასა და სამართლიანობას, არამედ ნაციონალურ მოძრაობას იცავს. აქციის მონაწილეებმა უნდობლობა პროკურატურასაც გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ პროკურატურა მტკიცებულებებს აყალბებს. აქციაზე სხვა პირებთან ერთად იპოთეკით დაზარალებულები და უვადო პატიმრების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. შემდეგ რაც გავიგეთ, რომ ის გაიქცა საქართველოსდან, წავიდა სტრასბურგში, რომ თურმე მას ავიწროებენ, თურმე მას შეურაცხყოფას აყენებენ. მე მინდა იცოდეს არა მარტო პაპუაშვილმა, არამედ სხვა ყველა იმ პირებმა, რომლებიც წლების განმავლობაში იმის მაგივრად რომ ემსახურებოდნენ ხალხს და ემსახურენ ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას და ავტორიტარულ რეჟიმს, ყველას ასეთი ბოლო ელის. მე ვაპროტესტებ დღევანდელი პროკურატურის საქმიანობას, იმ პროკურატურის, რომელმაც მოსახლეობას მოანატრა ადეიშვილის რეჟიმი, იმ პროკურატურის, რომლის პროკურორები დღესაც აყალბებენ მტკიცებულებებს, იპარავენ მტკიცებულებებს, ხდება დაკანონდა უკვე ჩვენს ქვეყანაში ისე უსამართლობა და შერჩევითი მართლმსაჯულება. თურქეთის სანაპიროსთან მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქ ჩანაკვალეს პორტის მახლობლად მიგრანტების ნავი ბორანს შეეჯახა და ჩაიძირა. სანაპირო დაცვის ცნობით 13 ადამიანი დაიღუპა, 8 კი მაშველებმა გადაარჩინეს. ერთი მათგანი მძიმედაა დაშავებული. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენი მიგრანტი იმყოფებოდა ნავზე, რომელიც სავარაუდოდ კუნძულ ლესბოსის მიმართულებით მიდიოდა. ეს დღეს ეგეოსის ზღვაში მომხდარი უკვე მეორე კატასტროფაა. საბერძნეთის სანაპიროსთან დილით მაშველებმა 20 ადამიანი გადაარჩინეს, კიდევ 26 ამ დრომდე ეძებენ. ვლადიმერ პუტინი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის დაარსების 25 წლის თავს ულოცავს. რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, რომ სამხრეთ ოსეთს ეროვნული საფრთხეებისა და სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაჭრაში მომავალშიც დაეხმაროს. ცხინვალში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებებს რუსულ დელეგაციასთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებიც ესწრებიან. ლეონიდ თიბილოვმა ყველა მათგანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მოლაპარაკების დროს რაულ ხაჯიმამ განაცხადა, რომ ოსეთისა და აფხაზეთის მიერ არჩეულ გზას ალტერნატივა არ აქვს. საქართველო კი ვერაცნობიერებს, რომ მეზობლებთან მეგობრულად და მშვიდობიან გარემოში უნდა იცხოვროს. საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქვეყანას სირთულების გადალახვასა და სწორი მიმართულებით სვლას შეძლებს. ეს განცხადება ალექსის ციპრასმა ათენის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა. საბერძნეთში დღეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში რიგით მეორე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სოციოლოგიურ გამოკითხვებში მემარცხენე გაერთიანება სირიზა და კონსერვატიული ახალი დემოკრატიული პარტია ლიდერობენ, თუმცა ექსპერტების ვარაუდით მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ვერც ერთი პარტია ვერ მოაგროვებს. არჩევნების წინასწარი შედეგები საღამოს 9 საათზე უბნების დახურვიდან 2 საათის შემდეგ გახდება ცნობილი. თაგურიერის პირველი ნაწილის ბოლოს დღევანდელი პოსტსკრიპტუმის ანონსი დავით კიკალიშვილისგან დათო საღამოშტობისა. მოგესალმებით პოსტსკრიპტუმის რედაქციიდან, მაშასე 3 საათში ზუსტად საღამოს 9 საათზე გიგი უგულავას 23 საათიანმა თავისუფლებამ დუღილის ტემპერატურამდე აიყვანა საზაფხულოდ მიძინებული ქართული პოლიტიკა.
პოსკრიპტუმის ვიდეო კამერამ ეს ერთი დღე მასთან ერთად გაატარა. 3 საათში დეტალები, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებსა და საინფორმაციო გამოშვებებში არ მოხდა. ასევე დაბრუნდა თუ არა კორუფციული გარიგებების ეპოქა საქართველოში. ზოგიერთთათვის ეს რიტორიკული კითხვა, მიუხედავად ამისა, პოსკრიპტუმში მიხეილ სესიაშვილი ერთ საინტერესო ფაქტს მოგიყვებათ, რომელიც დედაქალაქში მშენებლობას ეხება. ასევე საღამოს 9 საათზე მოგიყვებით სევდანარევ ისტორიას, ერთ-ერთი რაიონის დასახლების ერთადერთ პირველ კლასელზე და მის პედაგოგ დედაზე, რომელმაც დედაქალაქი მიატოვა. და ასევე გადაცემის მიწურულს სხვა საინტერესო რეპორტაჟებთან ერთად ბათუმის კინოფესტივალი. იქ ჰოლივუდის მსახიობი ნასტასია კინსკი იმყოფებოდა და გვანცა სუთიძე მოგვიყვება თუ რა იყო იქ საინტერესო გარდა ელექტროენერგიის გათიშვისა გახსნის დღესაც რომ დაგველოდეთ, ზუსტად 3 საათში საღამოს 9 საათზე პოსკრიპტუმში პირის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენები გელით. ეს დღევანდელი პიესის ანონსი იყო, გურიერი 6 საათზე პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. თქვენ ყურებთ გურიერს 6 საათზე. საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა სოლოლაკში 100-იანის 20 ნომერში. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობა, სადაც 10-მდე ოჯახი ცხოვრობს, მნიშვნელოვნად დაზიანდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სახლი უკვე წლები ავარიულია და ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ რაიონის გამგებელი და დეპუტატი, მაჟორიტარი დეპუტატი, მათი თქმით, კედლის აღდგენასთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიასთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. რაღაც ხმა გავიგეთ და უბრალოდ აი როგორ გამოვასწარეთ მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ ფაქტურად თავზე დაგვენგრა ეს ყველაფერი. შემპიგნე რომ ამას ყველაფერს ავალაგებთ, მაგრამ და კედელს გავამაგრებთ, მაგრამ ეს ჩვენ პრობლემას ალბათ არ მოხსნის. სახლი არის ავარიული, შესაბამისად ეს დასკვნა ჩვენს გვაქვს, ანუ მუნიციპალურ სამსახურებს აქვს. პროექტი იყო უკვე შემოტანილი და ბიუჯეტიდან ფული არის გამოყოფილი და ეს სახლი ძალიან მალე გამაგრდება. მორგი საპროტესტო აქცია სოფელ სუფსაში 25-მდე სოფლის მცხოვრებლები ავტობანის მშენებლობას აპროტესტებენ. ხალხი ამბობს, რომ გზა მათ სახნავ სათეს მიწაზე გადის, ის თანხა კი, რომელიც შესთავაზეს, მიზერულია. აქციის მონაწილეები ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრის ჩასვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული გამოსვლებით იმუქრებიან. მოსახლეობას ამ დრომდე ბლოკირებული აქვს იმ სამშენებლო კომპანიის ოფისი, რომელიც ავტობანზე მუშაობს. სამიშვილის მამა ვარ, იმ ეზოს და იმ კარმი დამოსმეტი არაფერი არ გამაჩნია. იქნებ შეთანხმებაზე, მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ და რეალური თანხა დადონ, რაც შეიძლება მინიმალურზე გაცილებით მეტი იყოს. მინისტრმა პოლიციით დაგვემუქრა აქციის დაშლა ინდომებს პოლიციის გამოყენებით. ტანკით და ზარბაზანით ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, თანაც რამდენიმე წლიანი არ აშენდება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვთ მინისტრს ჩამობრძანდეს ლანჩხუთში შეხვედრას საქმიანი დიალოგის, საქმიანი შეხვედრის ფორმა მიეცეს. მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის გუმბათის ჯვარი უნდა აკურთხოს დაახლოებით 9 საათში ილია მეორე, რის შემდეგაც ჯვრის მოლოცვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. დაინიშნა სპეციალური მარშრუტიც მახათას მთის მიმართულებით ავტობუსები ვარდების მოედნიდან, გადასასვლელი ხიდიდან და მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილდებიან. გარდა ამისა, დღეს და ხვალ მახათას მიმართულებით საპატრულო პოლიცია ცალმხრივ მოძრაობას აწესებს. ღვთისმშობლის შობის ჯვარს ხვალ უკვე გუმბათზე აღმართავენ. ისტორიული რამ ხდება მახათას მთაზე. ამაზე მეტი რა უნდა იყოს, რომ იკურთხოს ჯვარი, ამობრძანდებოდა 17 საათზე აკურთხებს ჯვარს. მთელი ღამე ექნება საშუალება მრევლს რომ მოვიდეს ემთხვიოს ხატს, ვისაც სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, და ხვალ წირვა ჩატარდება, აშენდება ტაძარი და პატრიარქს გადაეცემა საჩვენად მისი აღსაყდრების 40 წლის თავზე. ეს იქნება 2017 წლის 25 დეკემბერს. დამთავრებულია ფაქტიურად კარკასები ორივე ტაძრის და შემოსასვლელი კარიბჭის, რომელიც ძალიან უნიკალური და ლამაზი ნაგებობაა. დღეს, როგორც ხედავთ, უკვე ისეთი იმამდე მივედით სტადიამდე მშენებლობის, რომ ხდება ჯვრის აღმართვის ცერემონიალი უნდა გაიმართოს ხვალ 12 საათზე. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამებაში მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიის რექტორს უმასპინძლა. ილია მეორე იმედოვნებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემები მოგვარდება. მეუფე ევგენი მკითბილისა და ზაგორსკის სასულიერო აკადემიების ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა. მანამდე სამებაში მრავლის წინაშე გამოვიდა მეუფე დანიელიც, მან დღევანდელი და ხვალინდელი ღვთისმშობლის შობის დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მთავარეპისკოპოსი ევგენის მე იმედი მაქვს რომ ის სირთულეები რომელიც არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის გამოსწორდება და საქართველო დაებრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. მე როგორც ამ აკადემიის რექტორი მოხარული ვარ მოგესალმოთ თქვენ. ვიმედოვნებ რომ ურთიერთობები თბილისის სასულიერო აკადემიასა და ჩვენს აკადემიას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება. თბილისსა და ლუბლიანას მერებმა დაძმობილების ხელშეკრულება ოფიციალურად განაახლეს. ხელშეკრულება სხვადასხვა დარგში თანამშრომლობას ითვალისწინებს. დავით ნარმანიამ ლუბლიანის ოქროს წიგნში ჩანაწერის დატოვა და კოლეგა თბილისში დაპატიჟა. ლუბლიანას მერმა საპატიო სტუმარს ქალაქიც დაათვალიერებინა. თბილისსა და ლუბლიანას შორის 1977 წელს გაფორმებული დაძმობილების შესახებ ხელშეკრულება ერთ-ერთი უძველესია ლუბლიანას არქივში. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია, რათა ყველამ დაინახოს, რომ ის მუშაობს. პირველ რიგში უნდა ვეცადოთ ერთმანეთის გამოცდილებიდან ვისწავლოთ და ერთმანეთის შეცდომები არ დაუშვათ. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ინვესტიციების გაცვლა. ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა საერთო კულტურული ღონისძიებების მოწყობით დავიწყოთ. მოვაწყოთ თბილისის დღეები ლუბლიანაში და პირიქით. მერე რაც გაიხსნა ჩვენი საელჩო და ახალი ელჩი დაინიშნა, დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია. რამდენიმე თვალსაზრისით ჩვენ ვითანამშრომლებთ, ეს არის მყარი ნარჩენების მართვის სფეროში გამოცდილების გაზიარება, ასევე არქიტექტურულ საკითხებზე მათი გამოცდილების მიღება. რეგიონული ოფისი გახსნეს თავისუფალმა დემოკრატებმა ოზურგეთში ღონისძიებას პარტიის ხელმძღვანელი ირაკლი ალასანია დაესწრო. ის ოფისთან შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პარტიის პრიორიტეტები გააცნო. ალასანიას თქმით, მათი არც ერთი დანაპირები შეუსრულებელი არ დარჩება. ეკონომიკური სტაგნაცია ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეკონომიკა თუ არ არის, განათლებაშიც ბუნებრივია ფული ვერ ჩაიდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ხალხთან, რომ ხელისუფლება, რომელმაც ვერც ერთი პრობლემა ვერ გადაუწყვიტა სამწუხაროდ, დღევანდელ მდგომარეობით არის აბსოლუტურ კოლაფსში. ამიტომაც ერთადერთი იმედი რაც არის ის, რომ ჩვენ გავერთიანდეს და პროფესიონალი ხალხი მოვიყვანოთ ხელისუფლებაში 2016 წლის არჩევნებში. სართიჭალისა და ყვარელწყალის საზოგადოებრივ ცენტრებში არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ქართული ენის კურსები დასრულდა. კურსი იმ მოზარდებისთვის არის განკუთვნილი, ვისაც სწორი მეტყველება უჭირს. ქართული ენის შემსწავლელი ანალოგიური კურსი ამიერიდან იწყება ფოკაშიც. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია ეროვნული უმცირესობების ადაპტირება ქართულ გარემოსთან. პროექტის ფარგლებში ქართული ენის კურსები გაიარა 50-ზე მეტმა ადამიანმა. ეწევა საშუალება შვედეთის მთავრობის დახმარებით საქართველოში გავაღმავოთ და გავაუმჯობესოთ ქართული ენის ცოდნა. ეს პროექტი არის ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შემსწავლელი პროექტი. დაიწყო დაახლოებით დაგეგმვა 1 თვის წინ. თვითონ ტრენინგები დაიწყო სამშაბათს 15 სექტემბერს. ჩატარდა უკვე სართიჭალაში, რომელიც გუშინ დასრულდა იქ. დღეს სრულდება ყვარელწყალში. განწყობა არის არაჩვეულებრივი ამ ადამიანების, ვინც აქ მოვიდა და როგორც ჩანს, სხვებიც მზად არიან, რომ ქართული ენა აითვისონ. საქართველოს მარათონის სიცოცხლის გადასარჩენად ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა კუსტ ბაზე. მარათონში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ჩაერთნენ. ღონისძიება თბილისში უკვე მე-10-ად ჩატარდა და მისი მიზანი ქალებში ძუძუს კიბოსთან საბრძოლველად ცნობიერების ამაღლებაა. დღევანდელი აქცია საქველმოქმედოც იყო, შეგროვდა თანხა კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის. დღეს ეს დაავადება არ არის სასიკვდილოდ გადაჭრელი და გადაწყვეტილი დაავადება. პრინციპში შეიძლება მკურნალობა თუ პრევენცია მოხდება, თუ აღმოჩენა მოხდება ძალიან სწრაფად. ძუძუს კიბოს სკრინინგი საქართველოში მიმდინარეობს უკვე რამოდენიმე წელიწადია, ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს და ეს მარათონიც კიდე ერთი გაფრთხილებაა ქალბატონებისთვის, კიდე ერთი გაფრთხილება ადამიანებისთვის, რომ შეიმოწმდნენ ყოველწლიურად. ჩვენ ვცდილობთ ამ მარათონის საშუალებით მაქსიმალურად მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას ინფორმაციას, რაოდენ მნიშვნელოვანი არის ყოველდღიურ ცხოვრებაში სარძევი ჯირკვლის კიბოს ნაადრევი მეთოდების დანერგვა. და ასევე მაქსიმალურად ჩავთოთ ისინი სკრინინგში და შესაბამისად გავაკეთოთ ძუძუს კიბოს პრევენცია აი ამ მეთოდით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქალებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ძუძუს კიბო ეს არის დამღუპველი და თუ მოხდება ნაადრევად
მისი პრევენცია აუცილებლად განკურნებადია. ძალიან მნიშვნელოვანია იმისაც, რომ მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც მოხდეს ძუძუსკიბოს გამოკვლევა. წიანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში სეზონი თანამედროვე ფრანგი მხატვრების ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა. წარმოდგენილი იყო ფერწერული ტილოები, მცირე ზომის ქანდაკებები და რელიეფები. ფრანსუა მარი ანტონიოზი და მინო თავისი შემოქმედებით ფრანგული კულტურის საინტერესო ნიშას ქმნიან. წინადადის მუზეუმი ძალიან მოხარულია, რომ საშემოდგომო სეზონი ესეთი მნიშვნელოვანი გამოფენით გაიხსნა. წარმოდგენილია ორი ფრანგი არტისტი, ისინი არიან მეუღლეები, 22 წელი ერთად ცხოვრობენ, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მათი შემოქმედება გადაიკვეთა და ერთად არიან გამოფენილები. ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო მათთვისაც და ჩვენთვისაც. ორი სოციალური კამპანიის ფარგლებში გაიმართა საქართველოში პირველად გაზიარების ფესტივალი 9 აპრილის პარკში შეკრებილ საზოგადოებას წიგნების შეძენა სოციალური სარგებლობის მომტანი აქტივობების სანაცვლოდ შეეძლო. ფესტივალზე, რომელიც საქართველოში პირველი სოციალური ბარის გახსნას მიეძღვნა, საკობის არამიზნობრივი ხარჯის წინააღმდეგ კამპანიაც გაიმართა. საერთო სამუშაო სივრცე ქართულ და უცხოელ ახალგაზრდებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს თავაზობს. სოციალური ბარის კონცეფცია საკმაოდ აქტუალური არის მსოფლიოში, რომელიც ითვალისწინებს არა მარტო ახალგაზრდების დასაქმებას და სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას, არამედ იგი ატარებს საგანმანათლებლო ფუნქციას და შესაბამისად საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა Idea Club-ის იდეამ, რომელიც დაფინანსდა ფონდის მიერ და შესაბამისად ეს ითვალისწინებს როგორც ახალგაზრდების დასაქმებას და საგანმანათლებლო ფუნქცია გააჩნია, ასევე რა თქმა უნდა იქნება დასვენების საშუალება, რაც ჩვენ საზოგადოებას ასევე ჭირდება. დღის განმავლობაში არის საერთო სამუშაო სივრცე, ორი სივრცე აქვს დათმობილი ამ საქმეს და ნებისმიერ ადამიანს, სტარტაპს, არასამთავრობო ორგანიზაციას დაკომპლექტების რამდენიმე ადამიანისგან შეუძლია მოვიდეს და განახორციელოს თავისი საქმიანობა სხვებთან ერთად. და ყველაფერი რა თქმა უნდა დაფუძნებულია იდეების გაზიარებაზე, გენერირებაზე, ერთად მუშაობაზე და ერთად შექმნაზე. თბილისის საკალათბურთო კლუბი ვითი-ბ ლიგისთვის მზადებას განაგრძობს. პაულ გოგეს მიერ გაწვრთნილმა გუნდმა გასულ კვირაში თურქეთის კლუბ იესილ გირესუნთან 2 ტესტ მატჩი გამართა და ორივეში დამარცხდა. დღეს კი სუპერლიგის წარმომადგენელი ოლიმპი დაამარცხა. ვითა მომდევნო ამხანაგურ მატჩს თურქეთის ბეშიქტაშის წინააღმდეგ 26 სექტემბერს ჩაატარებს. მაქსიმალურად ვემზადებით. ჩვენ ყველაფერს ახაც ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი მაქსიმალური ძალები გამოვიყენოთ და შეძლოთ არ შევარცხნოთ ჩვენი გუნდი და დადებითად წავმართოთ. მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. თურქეთში ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და ერთ-ერთ ძლიერ გუნდთან 2 ამხანაგური მატჩიც გავმართეთ. დრო კიდევ ბევრი გვაქვს საიმისოდ, რათა კალათბურთელები ერთმანეთთან კიდევ უფრო შეთამაშდნენ. ამ ხრივ ბეშიქტაშთან მოახლოებული ამხანაგური შეხვედრა ძალიან დაგვეხმარა. და ჩვენი გამოშვების ბოლოს ერთი განცხადება 10 წლის ლუკა ხელაძეს სასტრაფოდ სჭირდება პირველი ან მესამე ჯგუფის რეზოს უარყოფითი სისხლი. მოზარდიაშვილის სახელობის კლინიკაში რეანიმაციაშია მოთავსებული. ვისაც დახმარება შეგიძლიათ დარეკეთ ეკრანზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. ასეთი იყო კურიერი 6 საათზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე ამით გემშვიდობებით ნახავთ.